ბევრი ადამიანია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც აქვს გამოცდილება ევროპასთან, რომელსაც დარწმუნებულია ჩვენს სიმართლეში, სინამდვილეში. მოდი მარტივად მინდა დავიწყოთ და კითხოთ, რა გახსენდება თქვენ პირველი მოგონება რა არის ევროპასთან დაკავშირებით, პირველი მოგზაურობა, რა შეიცნეთ იმ პირველ მოგზაურობაში, რა განსხვავება ნახეთ თუნდაც ან ერთიანობა. მე პირველად მახსენდება, როდესაც Brexit ინგლისში წავედი 5 წლის ასაკში და გაოცებული ვიყავი ძალიან პატარა დეტალებით თუ თუნდაც რამდენი ყვავილი იყო ადამიანების აივნებზე, როგორ მუშაობდა პარკინგი, რამდენი ორბორბლიანი მაგალითად ველოსიპედი ვნახე, რაც საქართველოში მაგამდე არ მქონდა ნანახეს. ყოველდღიური წესი ცხოვრების რომ შევიცანით, ძალიან შეცვლილი ვიყავი. თქვენთვის რა იყო პირველი რაც დაგმუხტათ თუნდაც? იცით რა, მე მოვყვები იმას, რა იყო ჩემთვის პირველი შეხება. ნამდვილად მოვყვები ამას, მაგრამ აი ევროპაში წაუსვლელად რა იყო ევროპის, აი მთავარი, იცით დასავლეთის მთავარი გავლენა ჩვენზე. აი ამას ვიტყოდი. ეხლა მე არ შემიძლია ვისაუბრო შენთან და არ თქვა არაფერი ირაკლი ჩარკვიანზე. აი დასავლეთი თავისუფლება, ჩვენთვის დასავლეთი იყო ევროპა, მათ შორის იყო თავისუფლების სიმბოლო. და იყო ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობდა, აქ ქმნიდა თავის შემოქმედებას და ეს იყო თავისუფლება და შესაბამისად ეს იყო დასავლური სტილი, დასავლური მიდგომა. აი ირაკლი იყო ესეთი. აი დღეს რო ვიხსენებ და დღეს ჩემი შვილები მაგალითად საზღვარგარეთ რომ არიან და თქვათ რაღაც ძალიან ისეთ სერიოზულ კლუბებში, თუნდაც ბერხაიმში ამბობენ რომ აი ირაკლის ტრეკებს უკრავენ და ასეთი რამე ჯერ არ მოусმენიათ, აი იმ დროს დაწერილი დღესაც აი ესეთი რო არის, აი რაღაც აი cool რო არის. ეს მოდის იქიდან. აქედან შევისუნთქეთ. მე ფილმში ვთამაშობდი 95 წელს ორფეუსის სიკვდილი. ფილმზე ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ თავარი ბრილიანტი იმ ფილმის იყო ირაკლი თავისი მუსიკით და ბენდით. და ის ხმა, ის მისი დამოკიდებულება, მისი მუსიკალურობა და თავისუფლების გიჟური სიყვარული ეს იყო დასავლური და ევროპული მოვლენა. აი შეიძლება ვთქვათ, რომ აი ასეთმა ხალხმა დატოვა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. აი ეს რაღაცნაირი აი გარღვევა, აი ირაკლი ყვებოდა, რომ აი რატომ არ შემიძლიაო მე მოლზე წამოვწვეო? აი რატო არ შეიძლება რომ მე ეხლა რაღაც მომინდეს მოლზე წამოწვეო და მეტაკება პოლიციელი ამაგდებს იქიდანო და იცი მაშინ შეიძლება კიდე რთული გასაგები იყო რა არის ეს მოლზე წამოწვა. მერე აი ეხლა და გადავხტები იქ 19 წლის ვიყავით საფრანგეთში რომ წავედი ჩვენ ათესავები ცხოვრობდნენ იქ მე და ჩემი და დეიდა და მანამდე მინდა გითხრათ ახალგაზრდებს მინდა უთხრათ რომ ორჯერ უთხრეს უარი წასვლაზე დეიდაჩემს. ეს გინდა შეგეტანა ეს რა რთული პროცედურა იყო. აი ცოტა მინდა მოვყვე, აქ იყო ოვირი იყო ესეთი დაწესებულება, უნდა შესულიყავი, განცხადება მთელი რიგი საბუთებით უნდა წაგეღო, დაგემტკიცები, აგეხსნა რომ არ ყავს არავინ ნათესავი იქ, არავინ არ დარჩენილა, ანტისაბჭოურ სამუშაოს არ ეწეოდა. ამას ისინი გაივლიდნენ და მერე ან მოგცემდნენ ნებართვას, ან არ მოგცემდნენ და მერე იწყებოდა ახალი ბილეთები შეძენა, მოსკოვში წასვლა, მოსკოვიდან გადასვლა. მოკლედ ნუ ეს რა გზა იყო, გავიარეთ ეს გზა და წავედით და აი იცით რა ეს იყო რომ აი ეს რაღაცნაირი თავისუფლების განცდა ნანა იცი რომ აი მართლა მე ვიყავი ძალიან მოწესრიგებული და საშინლად ვღელავდი რომ იმას ხელი არ მოკიდო იქ არ დაჯდე ის არ გააკეთო ეს ძალიან შეშინებული ადამიანი ვიყავი მაგრამ აი ჩემი და ტყუპის ძალის უფრო თავისუფლად იყო ადაპტირებული განცვიფრებული ვიყავი იცი მუზეუმებით არა ისეთი ტრამვა მივიღეთ მე მგონი 500 მუზეუმში ვიყავით 40 დღის მანძილზე და გახედვა არ მინდოდა წლების მანძილზე მუზეუმში იმიტომ რომ იცოდი რომ ეხლა თუ არ წახვედი მეტი ვეღარ მოხდე ხო მაგრამ იცი რითი ვიყავი განცვიფრებული აი კაფეებით აი თავისუფალი ქცევით ახალგაზრდების ჩვენი ნათესავების თავისუფალი დამოკიდებულებით
მაშინ კიდე ძალიან რომანტიულად გვეჩვენებოდა ეს ყველაფერი. თავისუფლად ლაპარაკი ადამიანზე, ადამიანის ავადმყოფობებზე, ქალის menstrualურ ციკლზე და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ისე თავისუფლად, ბუნებრივად, ადამიანურად ხდებოდა, რომ მართალი გითხრათ, აი შოკი გქონდა, იცი, ბევრი რამე დავათვალიერეთ, მთელი საფრანგეთი მოვიარეთ. იქიდან რომ ჩამოვედით, ვიყავით უკვე შეცვლილები და რომ ჩამოვედით, პირველი ვინც შეგხვდებოდა, ყველა იძახდა, რა შვება, ლპება ევროპა. და მე იცინოდნენ, მაგრამ როგორი არომატი აქვს სამაგიეროდ. აი ეს იყო პირველი ჩვენი შეხება. საინტერესო, იმიტომ რომ მე ისე მოხდა რომ გავჩნდი დამოუკიდებელ საქართველოში და ჩემთვის მოცემულობა იყო, მე რაც ვიყავი, მე რასაც სწავლობდი, ეს იყო ყოველთვის ევროპული. მე არასდროს არ მქონია შეხება, რომ ჩემს ირგვლივ რუსულად ლაპარაკობდნენ, ან ჩემთვის უცხო იყო ძალიან ბევრი რაღაცა, რაც ნელ-ნელა დროთა განმავლობაში თავიდან აღმოჩნდა ჩვენს კულტურაში. მე ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება, როდესაც ჩემი ასაკის ადამიანები თუნდაც ვერ ხედავდნენ ჩვენს ევროპელობას. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი წინაპრები, ჩვენს ახლო ისტორიაში თითქოს ვიბრძოდით იმისთვის, რაც რამდენიმე წლის წინ და ეხლაც ჩვენი მთავარი მიზანია. და თქვენ როგორ ხედავთ, საზოგადოებაში ხედავთ რამე ცვლილებას და დამოკიდებულებას ევროპის მიმართ, ახალს თუნდაც, რაც აი ბოლო რამოდენიმე წელში შეიძლება ჩანდა ეს? იცი ნანა, ესე იგი, ეს ჩვენი მისწრაფება არის კონსტიტუციაში ჩაწერილი. ეს ხო თავისთავად არ მოხდებოდა, რომ ვიღაცა მოინდომა და ჩაწერა. ეს იყო აი რაღაცა ბუნებრივი ასეთი ჩვენი სურვილი, ხო და იცი მიმართულება, ხო? ჰუმანური კოდი, რომელიც აი ამ 30 წლის მანძილზე, რაც საბჭოთა კავშირიდან ჩვენ გამოვედი, დაინგრა საბჭოთა კავშირი და ნელ-ნელა ქართველმა აღმოაჩინა, რომ მისი ადგილი დიახაც არის ევროპაში და მას უნდა რომ ევროპაში იყოს და აი ხლა დღევანდელი დღეც ამის მაჩვენებელია, ძლივს მოვედი აქ. ამ ხალხს რა სჯის, აი რა რჯის, აი რა ვინმე დაურეკა, აიძულათ, მოდიან, იმიტომ რომ რაღაცა თავის იდენტობას პოულობენ აქ ევროპის დღე. და თითქოს აქამდე რაღაცა ლოგიკურად და კარგად მივდიოდით. ყოველ შემთხვევაში უმრავლესობის სურვილი იყო ევროპა. ყველაფერი იქიდან სასაცილოა ახლა. ყველაფერი იქიდან იყო. კურნალობა იქ წასვლა, დასვენება ევროპასთან არის კავშირში, განათლება ევროპასთან არის კავშირში, მანქანა ევროპასთან არის კავშირში, გადაადგილება ყველაფერი და რამოდენიმე წელია უცებ ისეთ რაღაცებს დაესვა კითხვის ნიშანი, რაც რა ვიცი, ჩვენთვის ერთნიშნა იყო, აი obvious რასაც ნიშნავს და ეხლა გაჩნდა ისეთი კითხვები, ისეთი შიშები და ეს პროპაგანდაა. ეს სხვა თუ არაფერი. ისი ერთი პატარა რაღაცას ვიტყვი, რამოდენიმე დღის წინ ვიყავი, ერთი კვირის წინ ათენში სამდღიან ტურში ლევან ბერძენიშვილთან ერთად. ეხლა რომ მოვედი და ეს ქანდაკა ბიუსტები რომ დავინახე, ძალიან მესიამოვნა და ბატონი ლევანი ესეთი პარადიგმა აქვს და ვთვლი რომ ეს პარადიგმები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ ვართო კავკასიელები, ჩვენ ვართ აზიაში მცხოვრები ხალხი, რომელთაც აირჩიეს ევროპელობა. ეს პარადიგმა ძალიანაც მომწონს და საერთოდაც არ არის საჭირო ეს კამათი და დავა ჩვენ ვის ვეკუთვნით და ვეკუთვნოდეთ აზიას. რა მნიშვნელობა აქვს? თავარია მედეასავით ავირჩიოთ რა გვინდა. და მედეა მართლაც ჩვენი წინაპარია ამ თვალსაზრისით მედეა კარგი პარადიგმაა. მან აირჩია სიყვარული თავისი ნებით და ჩვენს ვირჩევთ ჩვენ სიყვარულს, ჩვენ ვირჩევთ ევროპას. ეს ყველაზე მეტად მომწონს და ეს საუბრები, ჩვენ ეს ვართ, ის ვართ, არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ფესვებს აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილებას რა ნაწილს უნდა ვეკუთვნოდეთ, ჩვენს ცნობიერ გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ თვალსაზრისით მე მეჩვენება რომ საღი აზრი მაინც ძლევს ყოველგვარ პროპაგანდას და აი ამ გაუკუღმართებულ რაღაც შიშებს და ინსინუაციებს.
ხო, ამ გადაწყვეტილების მიღებაში უნდა გეხმარებოდეს გარემო, უნდა გეხმარებოდნენ ადამიანები შენს ირგვლივ, უნდა გავსებდნენ იდეებით და დარწმუნებული ვარ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი იქნება რომ ვთქვათ, რომ ასევე უნდა ეძებო ყოველთვის ეს არჩევანი თავისით არ მოვა, უნდა შეიმეცნო ამისთვის. რას ურჩევდით, თუნდაც ჩემხელა ადამიანებს რაღაც ლიტერატურის მხრივ, ან პოეზიის მხრივ, ან როგორ შეიძლება რომ უკეთესად გაიცნონ აი ეს თითქოს და ერთი კონტინენტის ამდენი საუკუნის განმავლობაში დატოვებული სიხარული, სიყვარული, იდეები. რა თქმა უნდა შეიძლება ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ და ჩვენი ისტორიის და ჩვენი ლიტერატურის კარგად ცოდნით, მაგრამ ნდელად დიდია. ხო. ეს კონტინენტი. იცი რა ნანა, მე მეჩვენება რომ განათლებაა ყველაფრის სათავეში და ეს განათლება არ მოდის, იცი ესე რომ ეხლა შენ მე გამანათლე, აი მე დავჯდები, არაფერს არ გავაკეთებ და ნება იბოძოს საზოგადოებამ ყველამ რომ მე მომცეს ცოდნა. ცოდნის შეძენა არის პირველ რიგში სურვილი რომ ცოდნა შეიძინო და ამ გზაზე დღეს იმდენი საშუალებაა, ეხლა ჩვენ დროს რო ვადარებ რა იყო თუ ძალიან ცნობის მოყვარე და ძალიან პრივილეგირებული თუ არიყავი ბევრი რამე შენთვის დახურული იქნებოდა. ცოტა რებელებაც საჭირო იყო თუნდაც იმისთვის რა თქმა უნდა ხელში ჩაგვერდნილიყო. იმიტომ ვამბობ მე ირაკლი იმიტომ მომყავს მაგალითად რომ ეს მეამბოხეობა იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დღესაც უნდა მეამბოხე იყო მე ასე მგონია ყველა მიმართულებით ცოდნის შეძენის მიმართულებითაც მე მგონია რომ ჩვენ ახალგაზრდებს აი საქართველოში ვიტყოდი ყველაზე დიდი პრობლემა არის ეხლა ნუ არ ჩამქოლოთ მაგრამ მე მგონია რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის აი პოდკასტი არ მინდა უთხრა ჩვენ თვითონ პოდკასტში ვართ ეხლა მაგრამ აი მზა ცოდნის მიღების აი ეს რაღაც მანკიერი პრაქტიკა ვიღაცა რაღაცას ისწავლის ჩაწერს და შენ იმის მიხედვით იღებ ცოდნას ცოდნა მაინც არის აი როგორც შენ თქვი ისტორიის გაცნობა, ფაქტების შედარება და აზროვნება. კრიტიკული აზროვნება. აი როგორ უნდა გაკეთდეს და რაც შეეხება კულტურას, იცი ვფიქრობდი აქ რომ მოვედი და აი სწორედ მინდა რომ აუდიტორიას მივმართო მე როგორც მსახიობი და კულტურის წარმომადგენელი და ხელოვნების სფეროს, თეატრის და კინოს წარმომადგენელი. აი ჩემთვის ევროპული სიკეთე და ღირებულება ხელოვნებაში არის თანადროულობა. მე მეჩვენება რომ ევროპული ღირებულება და ევროპული ხელოვნება თანადროულია იმ პროცესების რაც საზოგადოებაში მიდის და მას ასწრებს კიდეც. აი ეს არის მთავარი. აი ეს არის რაც ჩვენ ძალიან განგვასხვავებს, იცი? და ევროპისგან, აი ჩვენი რაღაცნაირი რესენტიმენტით ცხოვრება, აი ეს რაღაც უკანყურება და საშინელება ის კი არ არის რომ მხოლოდ ჩვენი თაობა. აი სულ ახალგაზრდებს ვხედავ, მოგიბრუნდებიან და ისეთი უცხო ტექსტით და ისეთი ვორდინგით გესაუბრებიან შეგეშინდება. ხომ არის ეს თქვენ თაობაში? ნამდვილად, ზუსტად მაგიტომ მინდოდა რომ და რა იწვევს ამას აი შენი ახალგაზრდული პოზიციით, აი ეს რა არის? აი რატო აქვთ ეს? იცით რა არის ძალიან რთულია, როდესაც დაძაბული გარემოა ირგვლივ, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობა არის ქვეყანაში, ახალგაზრდები ითრგუნებიან და როდესაც ადამიანი ითრგუნები ვერ ხარ შენი თავის უფალი და შესაბამისად ბევრ სხვა წყაროზე ხარ დამოკიდებული და როდესაც ცხოვრობ 21 საუკუნეში, სადაც წყარო და წყაროს ცოდნა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება ისწავლოს სწორის წყაროს გარჩევა და არასწორი წყაროს გარჩევა, ძალიან ბევრი ადამიანი ვარდებით აი ამ მითოლოგიებში, რაც ჩვენ ირგვლივ ტრიალებს, ეს ხშირად უფროსი თავისდანაც არის ეს მითოლოგია და გადმონაშთები, რომელიც ხანდახან უჭირთ რომ თანამედროვეობას მოარგონ და ხანდახან ისიც არის უბრალოდ რომ გადამდებია პროპაგანდა და პროპაგანდა ძალიან ძლიერია მით უმეტეს, როდესაც ამხელა მიკროფონი აქვს მიცემული ჩვენს დროში და საზოგადოებაში. ყველაფერი ძალიან ხმამაღლა ისმის და ხშირი ბევრი ადამიანი საუბრობს ზუსტად ამაზე, რომ რამდენად მნიშვნელოვანია რომ შეგვეძლოს წყაროებში და frame of reference-ებში გარკვევა.
მე არ ვიცი, მე ძალიან გული მწყდება ხოლმე, როდესაც ხედავ რომ ჩემ ხელა ადამიანები თუნდაც ჩემთვის საკმაოდ უცხო პარადიგმიდან მესაუბრებიან. ეს მხოლოდ ჩვენნაირი ესეთი მნიშვნელოვანი დღეებით გონია რომ შეიძლება შეიცვალოს, სადაც სწორი წყაროებისგან იღებ მართლა შთაგონებაც მნიშვნელოვანია, თითქოს ინსპირაციაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავებში არა მხოლოდ სხვისგან მივიღოთ, არამედ ჩვენ თვითონაც რაღაცა გავზარდოთ და გავუშვათ. შეიძლება ისე ჟღერს, დღეს კი ვილაპარაკებთ ძალიან ბევრ თემაზე, პოლიტიკა იქნება თუ იუმორი, იმიტომ რომ ხშირად როგორც ხუმრობთ ძალიან ბევრს ამბობს ჩვენზე. ან ბევრი რუსული ანეკდოტი მესმის ეს ბოლო დროს ჩემი მეგობრები. ხო, მართალია. თუნდა ყოფილი მეგობრები. იცი რა, აი ხლა რა საინტერესოა შენი მოსმენა, ხო? ალბათ ეს გარემო დაჭიმულობა, ეს რაღაცნაირი დაბნეულობა, სტრესი, ეს ყველაფერი და პროპაგანდა ძალიან, რომელსაც ძალიან ძლიერი მიკროფონები და ფინანსური რესურსები აქვს. ეს არის მთავარი და იცი აი 20 დღის წინ სწორედ აი აქ ოღონდ მე-11 პავილიონში იყო წიგნის ბაზრობა. აი წიგნის ბაზრობა არის უკვე 27 წლის და ეს ჩემთვის წიგნის ბაზრობა არის დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლო. ეს შეიქმნა მას შემდეგ რაც ჩვენ დამოუკიდებლად ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა მივიღეთ და აი ეს წლები ამის აღმოჩენას აი ნამდვილად დამოუკიდებლობა რა არის მე მგონი აი ამას მოხმარდა ეს წლები აი ნამდვილად გააზრება რას ნიშნავს იყო დამოუკიდებელი რა უნდა შექმნა რა არის ის დვრიტა რაზეც მერე დაშენდება ქვეყანა ევროპული ქვეყანა და აი ეს წიგნის ფესტივალი არის ამის მაჩვენებელი აი ეს ხალხი რომელიც მოდის იცით ზოგჯერ არის დღეები მე მინახავს 20,000 ადამიანი აი ესეთი წარმადობა ქონდა რომ 20,000 ადამიანი მოვიდა ერთ დღეში აი იქ რა სამუშაოც ტრიალებს აი ლიტერატურის პოპულარიზაცია კრიტიკის პოპულარიზაცია აი მე ჩვენი ლიტერატურული ეს ხო ყველაფერი ერთად კავშირში ამიტომ ყვები ამაზე აი ის რა სამუშაოსაც ატარებენ ჩვენი გამომცემლები კრიტიკოსები მწერლები პოეტები მთარგმნელები სინამდვილეში ეს არის ჩვენი ახალი ცხოვრება ეს არის ის უძვირფასესი მონაპოვარი რითიც ჩვენ ვართ ერთ სიბრტყეში ვდგავართ ევროპულ პროცესებთან და ამ წიგნის ფესტივალზე არ ვიცი შეიძლება ვიღაცამ იცის ვიღაცამ არა იმედი მაქვს რომ ბევრმა იცით უკვე რომ უკვე მერვე წელია ჩვენი წიგნების ფესტივალი არის პროექტია მსახიობები ლიტერატურისთვის აი ახლა ორი სიტყვა მინდა ვთქვა ამაზე რატომ ეს პროექტი და არა მარტო იმისთვის როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული რომ მსახიობებს წარმოეჩინათ თავიანთი თავი არა მხოლოდ როგორც შემსრულებლებს არამედ როგორც ინტელექტუალურ ხალხს რომელსაც შეუძლია აზროვნება აზროვნების პროცესი სავალდებულო უნდა იყოს ჩემი აზრით მსახიობისთვის და ეხლა წლებმა რა ჩვენა იცი ნანა აი რასაც შენ ამბობ სწორედ რომ ეს არის ინსპირაციის წყარო ახალგაზრდებისთვის მათ უნდა ნახონ რომ დიახაც ჩვენი ვთქვათ საზოგადოების ხელოვნების თეატრისა და კინოს წარმატებული სახეები ცნობილი და აუცილებლად არ არის რომ ცნობილი უბრალოდ ჩვენი სამსახიობოა ესეთი ჩვენი ძმობა და ერთობა აი ამ ევროპული ღირებულებების ერთგულია რომ ის ერკვევა თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებში იქ ხომ მხოლოდ ლიტერატურაზე არ არის საუბარი ლიტერატურა როგორც საბაბი საკუთარ რაობაზე იდენტობაზე სასაუბროთ და როდესაც ეს მსახიობები აი ამაზე საუბრობენ ლაპარაკობენ და ხშირად იქ პოლემიკაც იმართება უამრავი ადამიანი იღებს ამაში მონაწილეობას და ეს არის ჩვენი კონტრიბუცია ჩვენი წვლილი იმ საქმეში, რასაც ქვია ჩვენი სვლა ევროპისკენ. აი ჩვენ დასაბედნიეროდ ხელოვანებს, მსახიობებს
უფრო კარგად შეუძლიათ რომ მიწვდნენ ადამიანებს და ყოველთვის ხელოვნება იყო ის რომელიც პირველი აღწევდა ადამიანის გულშიც და გონებაშიც ვიდრე ხშირად იქნება პოლიტიკა ეს თუ ორგანიზაციები და ასე შემდეგ შესაბამისად ძალიან დასაფასებელია და საამაყო ის ფაქტი რომ საქართველოს ყოველთვის პრიორიტეტად ჰქონდა და ყოველთვის უშვებდა აი ამ ტალღას რასაც ქვია ხელოვნება და რაც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ენა ურთიერთგაგებისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ადვილი გზა რომ ადამიანის გულში და მართლაც სულში ჩაწვდე და საბოლოოდ რა არის ევროპელობა? ევროპელობაც აზროვნების მანერა არის იდეები, ინსპირაციის წყაროები და მადლობელი ვართ თქვენი რომ ამას ჩვენთვის აკეთებთ და ჩემი თაობისთვის, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ნამდვილად ბევრად უფრო მეტი ძალა ვიდრე ძალიან ბევრ ადამიანს. ხო და ამიტომ მიხაროდა რომ ნანა არის სპიკერი, კი არა და ნანა არის მედიატორი, მეწყნარად ვარ. აი ესეთი ახალგაზრდები რო არიან. მადლობა შენამ. ხო, ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი მხრიდან მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული აზრი ახლა ძალიან იდევნება და არანაირი თითქმის არანაირი ფინანსური რესურსი არ გვიმაგრებს ზურგს, მაგრამ მაინც ჩვენ მიგვაჩნია რომ გაჩერება არ შეიძლება და ჩვენ რაღაცა იცი რა ქართული თეატრი აი ჯერ მაჩაბელას დასიდან დაწყებული წავიდნენ ომში და როგორც ერთი კაცი ყველა დაიღუპა და ჩვენ ისეთი სტანდარტები გვაქვს და ჩვენ ისეთი ხალხი იყო თუნდაც ახმეტელი და ახმეტელის სახელი ვიცით ჩვენ მაგრამ იქ იყვნენ კიდევ რეპრესირებული მსახიობები ერთი-ორი რეჟისორი ჩვენ ისეთი ტრადიცია გვაქვს ქართულ თეატრში ღირსების რომ ამას ვერაფერი ვერ დაგვაკარგინებს ვერანაირი ვთქვათ რაღაცა ეს 70 წლიანი თუნდაც ნუ რაღაც რთული პერიოდი და მე კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა 70 წლის შემდეგ რაც დატრიალდა თორე ის 70 წელი გასაგები იყო რა წნეხის ქვეშ იყო ხელოვნების სხვადასხვა დარგები და ჩვენ ამას ახალგაზრდების გვერდში დგომას ვერაფერი ვერ შეგვიშლის ხელს და გადაგვაფიქრებინებს სული ყველას ერთი გვაქვს და ერთად ვართ. რა იქნებოდა თქვენთვის? ევროპასაც თავისი სული აქვს. როგორ აღწერდით რისგან შედგება ევროპის სული? მე ვფიქრობდი გუშინ ჩემთვის აი ეს ინსპირაციით კითხვებზე და ღვინო წარმოვიდგინე და კარბოჰიდრატები რაც შეიძლება ზედაპირული პასუხია, მაგრამ იცი რა, მე გეტყვი, მაქვს სხვათა შორის ამაზე პასუხი და მე ჩემი გამოცდილებით ვისაუბრებ, იმიტომ რომ იცი რა, არ არის აუცილებელი იცხოვრო დიდხანს ევროპაში, ეს განათლება მარტო ცხოვრებით არ მოდის, მაგრამ მე ჩემ პატარა გამოცდილებას გეტყვი, შენ იცნობ, ჩემი შვილები ცხოვრობდნენ ლიონში და მე იქ მომიწია რამოდენიმე წლის მანძილზე ცხოვრება. მე შემიძლია საფრანგეთზე ვთქვა, აი რა არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. იმ წლებში ჩვენ აღმოჩნდით, როდესაც ჩვენი შვილები სწავლობდნენ, მე აღმოჩნდით, ეს იყო კორონას პერიოდი. და კორონა პანდემიის პერიოდი და ის რაც მე იქ ვნახე ის კოორდინაცია, ის ორგანიზებულობა და იცი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ ეს არის აი ამან ჩემში ძალიან დიდი ძვრა, ცვლილება და დარწმუნება გამოიწვია. მინდა გითხრათ, რომ საფრანგეთს მხოლოდ 2 თვე ქონდა გაჩერებული სწავლა. 18 მარტიდან სადღაც მარტი-აპრილი 1 ივნისამდე. და შემდეგ არც ერთი დღე არ დაკეტილა. და ესეც იყო 100 წლის მანძილზე პირველად, იმიტომ რომ 1 საუკუნის წინ, როდესაც იყო ესპანური ეპიდემია, აი მაშინ დაიკეტა სკოლები და შემდეგ 1 საუკუნის შემდეგ, ეს იყო 1918 წელი და შემდეგ უკვე 20 წელს 18 მარტს მიიღეს ეს გადაწყვეტილება. და შემდეგ ფრანგებმა დაკეტეს რესტორნები, რაც არის მათი ესეთი წმინდა ადგილი, რის გარეშეც მათი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. დაკეტეს ყველაფერი, არ დაუკეტიათ არც სკოლები, არც ბაღები, არც უმაღლეს სასწავლებლები. ეს იყო პრიორიტეტი და ეს ისე კარგად ჩანდა, განათლება და ჯანდაცვა. აი ეს ორი სფერო ხელი-ხელ გადაბმული და ხელი-ხელ ჩაჭიდებული და კიდე იცი რა, აი ხალხის მოსახლეობის გაგება, აი სინქრონულობა
სახელმწიფოსთან მიუხედავად ბევრი პროტესტისა, ჟილეჟონების ბევრი გაფიცვისა, მიუხედავად ბევრი კრიტიკული ხმისა, ზოგადად საზოგადოება იყო ეს იყო ზრდასრული საზოგადოების პასუხი მიღებულ ზომებზე, ბევრად უფრო ზრდასრული და ბევრად უფრო უშიშარი ამიტომ. აი შემდეგ საქართველოში რო ჩამოვედი, დავინახე რამდენად უფრო შიში და სტრესში არის ქართველი ადამიანი დაუცველი, იმიტომ რომ ეს სოციალური სამსახურები არ მუშაობს ისე როგორც სხვაგან. სხვათა შორის ყველა ევროპის ქვეყანამ ასე ვერ მოახერხა ადაპტაცია. იტალიაშიც და ვერც გერმანიამ. გერმანიას შემდეგ მომდევნო წელი დაკეტილი ჰქონდათ სწავლა. მაგრამ მე ამის თქმა მინდა, რომ აი ეს მაგალითიც კარგი მაგალითია ჩვენი ოპონენტებისთვის სათქმელად, რომ ევროპაც სხვადასხვანაირია. ევროპაში სხვადასხვა ტენდენციებია, ზოგი წინ არის, ზოგი უკან. რაღაც ეტაპზე ერთი ჩამორჩება, მაგრამ შემდეგ ხდება სხვადასხვა დარგში. ეხლა ბიენალეს რო შეხედა ვენეციის, უკვე ვეღარ იტყვი, რომ ვიღაცას ჩამორჩება. ანუ პოლიფონიაა, მრავალხმიანობა, თავისი მინუსებით, რა თქმა უნდა, მაგრამ მე რაც შევიმეცნე, მე რაც დავინახე, ჩემთვის რაც გაიდლაინია, არის ის, რომ ეს იყო განათლებისა და ჯანდაცვის და საერთოდ აი სახელმწიფოს მოწყობის მოდელი და ხალხი. რაც ვთავარია ხალხი. ხალხი იქ ცხოვრობს. ხალხმა იცის თავისი უფლება. ადამიანმა იცის, რომ მას აქვს ცხოვრების უფლება, დასვენების უფლება, ზოგჯერ სიგიჟის უფლება, ზოგჯერ კანონის დარღვევის და დასჯის მერე უფლებაც და ამას ის ღებულობს როგორც მოცემულობას. ჩვენ შვილებს ფილოსოფიას ასწავლიდნენ მე-10, მე-11, მე-12 კლასში, საჯარო სკოლებში ყველგან და ნუ კერძოჩიც, მაგრამ მე მინდა საქართველოსთვის ესეთი ქვეყანა. მე მინდა რომ ეს ჩვენი უძვირფასესი ქვეყანა ამ არაჩვეულებრივი ხალხით ის იმსახურებს და მე მინდა რომ რეალურადაც ესეთი ცხოვრება დადგეს, სადაც ყველას, აი ყველა თქვენგანს, თქვენ მშობლებს, თქვენს შვილებს, შვილიშვილებს, ბებიებს, ბაბუებს ეკნებათ ფუფუნება, დასხდნენ, გადაშალონ წიგნი მზეზე და კაფეში ერთი პატარა ყავით ან რაღაცი წიგნი იკითხონ, რასაც მუდმივად ვაკვირდებოდი ლიონში. აი მუდმივად ეს პატარა ადამიანის ცხოვრების სილამაზე. აი პატარა ადამიანის, აი პატარა თავისი ძაღლით რო ძლის დადის და ის ადამიანიც რო ძლის დადის და აი მითი სხვადასხვა სკამები, ჯოხებით, აი შშმპირები, მოხუცები, აი ძალიან ყველაფერი გახსნილია. მუზეუმიდან დაწყებული, სუპერმარკეტით დამთავრებული, ადამიანი თავის ცხოვრებას ცხოვრობს ღრმა სიბერემდე. ეხლა მე უკვე თვითონ ფეხი იქით მაქვს და ამიტომ ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი თემა. არა, ძალიანაც შემშობლებს რო უყურებ. და ეს ღირსეული სიბერე. ეს ისეთი მნიშვნელოვანი რამეა, ღირსეული სიბერე. ხო და ბევრი ხარბეზის მიუხედავად მოკლედ ეს არის ჩემი კომენტარი, რომ აი ესე მინდა რომ იყოს ასე ვიცხოვროთ ჩვენც. ძალიან მიხარია რომ მაგას შეეხეთ. მეც რაც იტალიაში ვცხოვრობ, ყოველთვის მაგაზე შემტკივა ყველაზე მეტად გული, რომ ხედავ უფროს თაობას, რომელიც უკვე დიდი ცხოვრების მერე შეუძლიათ რომ ლაღად იყვნენ მაინც, ბედნიერად იყვნენ მაინც. კონდეთ მეორე დღისთვის მოტივაცია, უხარიათ, როდესაც ამოდის მუზეუმას, ეფიცხებიან, უბრალოდ პარკი არსებობს და ბაღი, სადაც დიდს, პატარას, ძაღლს, ყველას შეუძლია რომ იყოს ბედნიერი და მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს და სურვილი, რომ ჩვენ ქვეყანაში იქნება ამის საშუალება, შეიქმნება ამისთვის სივრცე, ადგილი, შესაძლებლობა. რაც უფრო ხომბობენ, რაც უფრო ბერდები, მით უფრო თან პატარავდები და ჩვენს პატარა თავს უბრუნდები და აი ეს წლები არ უნდა იყოს მიწურულს. ეს წლები არის წლები, რომელიც შეუძლია ადამიანს სრულფასოვნად გამოიყენოს და მოახმაროს თუნდაც იმ შემდეგ თაობას. აი მე მაინტერესებს თუნდაც რა მოტივაციას მიცემდით აი ამ თქვენზე უფროს ადამიანებზე ვსაუბრობ, ქალბატონო ნინო. აი ამ ადამიანებს როგორ მიცემდით მოტივაციად, რომ თუნდაც ეცადონ, რომ იყონ ისე, როგორც შეუძლიათ, რომ იყონ, ოღონდ წინა წლებში, ან წინა თუნდაც თავიანთ მშობლებს არ უჩვენებიათ ეს მოდელი და ეს მაგალითი.
ეს ძალიან რთული შეკითხვა. ამისთვის მზად არა ვარ მარტო. არა, იცი რა, იმიტომ რომ ეს იმდენ რამეზეა დამოკიდებული. აი მაგალითად კანონის მიღება, აი რაღაც კანონის, აი მაგალითად ხლა რადგან ესე ვსაუბრობთ, არის ამის საშუალება, მაინც ვიტყვი. კანონის მიღება 1 აპრილიდან ამოქმედდა კანონი, რომ ფსიქოტროპული წამლები მხოლოდ 2 კვირით გაიცემა და 2 კვირაში კვლავ უნდა მიმართო ექიმს და გამოგიწერენ. ეს არის მიმართული არამიზნობრივად გამოყენების და ტოქსიკომანიის და იმის პრევენციისთვის და ძალიან კარგია და ძალიან მიხარი, ამას უნდა ვებრძოლოთ. მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩემს დედას, რომელსაც ეს მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება უნდა დალიოს ეს წამალი, რის გარეშეც ის საშინელ მდგომარეობაში. მე მიწევს ადამიანი, რომელიც საერთოდ არ დადის, როგორ უნდა ვატარო 2 კვირაში ერთხელ. აი კანონის მიღებას, კანონი ხო არის რაღაც კანონი, იმას სჭირდება ალბათ რაღაცა გამონაკლისების დაშვება. აბა სხვანაირად ის როგორ იქნება სრულფასოვანი კანონი? იცი რა, აი მე უყურებდი აქ ამ კორონას დროს, გაგიჟებული ვიყავი, ყველა მეორე კარს ეწერა ისა ექთანი. ექთანი, რა არის ეს ლიონი, რა ექთნების ქალაქია, და მე მივხვდი, რომ ეს ის ექთნები არიან, რომლებიც არიან დაკომპლექტებულები სხვადასხვა უბანში, აი ამ ასაკოვანი ხალხის, ავადმყოფი ხალხის, შშმპ-ის დახმარებისთვის. ესე იგი ისინი საჭმლიდან დაწყებული ნემსი, წამალი, მოვლა, აი ამას ყველაფერს აკეთებდნენ და აი ხლა ჩვენ მდგომარეობაში, აი დილემის წინაშე ვარ, აი როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება? პანიკაში ვარდები 2 კვირა რომ თავდება, რომ როგორ მივაწოდო ადამიანს, რომელიც ვეღარ დადის, როგორ მივაწოდო ეს წამალი. აი ამ შემთხვევაში ნანა რა უნდა უთხრა მე უფროსებს? აი რა უნდა უთხრა? მარტო უნდა მიმართო ჩემი ასაკის და ახალგაზრდა ხალხს, რომ გაუფრთხილდით თქვენ მოხუცებს და შეუწყეთ ხელი და მეტი ცოდნა და მეტი განათლება და მეტი რესურსის მოძებნა, რომ რაღაცნაირად მივიყვანოთ ეს თაობა, რომელმაც ამდენი სირთულე გადაიტანა. მამა 89 წლის არის და ზოგჯერ ვეკითხები, რომ რას განიცდი შენ, რომელიც როცა დაიბადე სტალინი იყო ცოცხალი, სტალინიც ნახე, ხრუშჩოვიც ნახე, საბჭოთა კავშირიც ნახე, მერე ეს ეროვნული მოძრაობა, მერე მთელი პერიპეტიები და დღეს მოხდი აქ იმ გაჯეტების იმაში და მამა ჩემს ვასწავლი და ბრაზობ, რატო ვერ აჭერ თითქო იმ რაღაცას და მეუბნება რომ ნინო ეს ჩემთვის ჩინურია. მაგრამ იცი რა, მაინც ამას კიდეც ეს ისწავლა, კითხულობს უამრავს, არის საშინელი პატრიოტი, ჩვენი მომხრე და რა ვიცი, ყველა ასაკში შეიძლება ცვლილება, ყველა ევროპული ღირებულებების გამზიარებელი, ეს ალბათ ჩვენი გავლენაც არის და ესეთი შემართებული კაცი და რა ვიცი, აი ამას უსურვებ ყველა იმ ხალხს. აი ამას როგორ აღიქვამეთკი, აი ეს რაც შენ თავს დატრიალდა, არც ვფიქრობ მაგაზეო, წინ ვიხედებიო და წინ ვცხოვრობო და რა ვიცი, ამას უსურვებ ჩვენ უფროსებს, რომ ინტერესი არ უნდა დაკარგონ და ყოველთვის თანამედროვეობაში, აი ბევრი ადამიანი, ბევრი უფროსი, რომელიც შიშისგან შეიძლება იყოს, არც ეცნობა თუნდაც ამ გაჯეტების სამყაროს, ან არ უნდა ამ სიახლეში ჩართვა და მე ყოველთვის ვცდილობ, რომ უფროსებს თავი ჩემს თანატოლად ვაგრძნობინო და ხანდახან ხშირად გიწევს თუნდაც უფრო პატარაცავითაც დაელაპარაკო, იმიტომ რომ რეალურად ეს არის ერთადერთი გზა, რომ ეს ჩვენი ურთიერთობა, ჩვენ ახალგაზრდების პასუხისმგებლობა ყოველდღიურობაში გამოვაჩინოთ. ძალიან რთული თემაა ჩვენთვის ესე. რთული თემა ძალიან. საუბარი, მაგრამ მოდი ცოტა ისეთ ტონზე დავამთავროთ ცოტა ზეაწეული. აი რა სურვილი გაქვთ თუნდაც ჩემ თაობაში ამ შემდეგ 10-20 წელში რა გინდათ რომ ჩვენმა თაობამ დაგანახოთ? არა, თქვენმა თაობამ ყველაფერი დაგვანახა და ხო ძალიან არაფრის ზედმეტად კიდე დანახვა და ისა ერთადერთი რაც მინდა ამ თაობას ვთხოვო რომ იმედი არ გაიცრუოთ და არ გეტკინოთ გული თუ წახვალთ
დაბრუნდით, ეს მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან ისწავლეთ, გადაატარეთ ეს რაღაცა, გაერთეთ, აი რაც ახალგაზრდა ადამიანმა უნდა გააკეთოს რა, აი კარგად უნდა იცხოვროს, კარგი ახალგაზრდობა უნდა გქონდეს, აი ყველაფერი გამოიყენეთ, ყველა რესურსი, ყველანაირად ისწავლეთ, აი ყველაფერი გააკეთეთ, თავს გაუფრთხილდით ერთადერთი და დაბრუნდით, იმიტომ რომ თქვენ უნდა შეცვალოთ, თქვენ უნდა იცხოვროთ და თქვენ თუ აქ არ იცხოვრებთ, ეს იქნება წარსულში ჩარჩენილი მაკონდო რაღაცა გაყინული სტუმრების ქვეყანა, თუმცა ასეთი ქვეყნებიც არის. კარგი შოპინგი, კარგი ჭამა, კარგი დასვენება, კარგი ტივი, კარგი ის და არანაირი წინსვლა. და ესე არ შეიძლება და ერთ პატარა მაგალითს ვიტყვი, ჩვენ წინ ლიონში სადაც ცხოვრობდი, ჩვენს უბანში ეს იყო, ყველა უბანს ხო თავისი მეფუნთუ შეყავს და მეპურე და არაჩვეულებრივი კაცი იყო, რომ ჩავედი, ერთადერთი ის ლაპარაკობდა ინგლისურად და სულ რაღაცას ერთმანეთს უზიარებდით და როდესაც ის იყო დახურული იყო ყველაფერი და ერთხელ შევედი და ვხედავ იმას ბაგეტს ყიდულობს ვიღაც კაცი და აძლევს ჯერ ევრო იყო და მე გახდა ევრო და 10 და ეს კაცი აძლევს ამას და ამოთხა არა როგორ აი ახალი დაკეტილია ეხლა რესტორნები და ეს ყოფილა ჩვენს გვერდზე რესტორნის მე პატრონი და ეს ნო pour la solidarité და უთხრა ესო სოლიდარობისთვის არა და არ გამოართვა და აი ეს მაგათი სოლიდარიტე რაც არის ეგალიტე სოღალი ეს არ არის წარსულში ეს არის ყოველდღიური მდგომარეობა მე იმდენი სოლიდარობა ვნახე ადამიანური ჩვენ ხო მითები ვცხოვრობთ რომ მხოლოდ აქ არის თანალმობა აქ არის თანადგომა აქ იციან დედაშვილობა მამაშვილობა და იქ არაფერი არ იციან არ არის ასე ჩვენ მართლა უნიკალური სითბო და ისა გვაქვს კონტაქტები მაგრამ იმ სამყაროსთვის იმდენი ადამიანური რაღაც მინახავს აი თუნდაც ეს სოლიდარობა და როგორ ხალხი ერთმანეთს მართლა ანგარიშს უწევდა და როგორი უბრალო და მებრძოლი ხალხი აი განცვიფრებული ვიყავი ქუჩაში გაგაჩერებ და მოხუცი და გეტყობა მადლობა რისთვის კითხავ და ღიმილისთვისო ხო და აი ამას ვუსურვებ ხო ამას ვუსურვებ ყველას თქვენ ღიმილისთვის, მოსმენისთვის, ადამიანური დამოკიდებულებისთვის და რა ვიცი, რომ აი ჩვენ ესე მხარში გვიდგეხართ მსახიობებს, ხელოვნების ხალხს, იმიტომ რომ ქუჩაში რომ დავდივარ, მე ვფიქრობ, ვიღა აძლევს იმათქმას, აი იმდენი ხალხი თბილად და ადამიანურად გვექცევა, ეს მინდა გითხრა და ამისთვის დიდი მადლობა ყველას, ნანას განსაკუთრებით, ჩვენს მოდერატორს